გამარჯობა, მე ნატა მახოლაძე ვარ და თქვენ დღის ქრონიკას უყურებთ. სტიქია რეგიონებში ყველა უწყება საგანგებო რეჟიმში მუშაობს, განსაკუთრებით რთული ვითარებაა გურიაში, სადაც სტიქიის შედეგებთან გასამკლავებლად საკოორდინაციო შტაბი საგანგებო რეჟიმში მუშაობას განაგრძობს. ადგილზე იმყოფება პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძემ შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებს გაწერილი გეგმით გათვალისწინებული სამუშაოების მაქსიმალურად მოკლე ვადებში დასრულება დაავალა. გამოწვევების ეფექტურად გადაჭრის მიზნით დღის განმავლობაში კონკრეტულ ლოკაციებზე დამატებითი ტექნიკა იქნება მობილიზებული. როგორც საკოორდინაციო საბჭოს წევრები აცხადებენ, სრული დატვირთვით განაგრძობს მუშაობას სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები, როგორც ქრონიკული დაავადებების მქონე პირებისთვის, მედიკამენტების მიწოდების, ისე მოსახლეობისთვის სამედიცინო მომსახურების გაწევის თვალსაზრისით. დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე მაშველებთან კოორდინაციით სხვადასხვა მიმართულებაზე მუშაობენ თავდაცვის ძალების ქვედანაყოფები. საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მხარდასაჭერად თავდაცვის ძალებიდან გამოყოფილია დასავლეთისა და აღმოსავლეთის სპეციალური ოპერაციების, ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის, ასევე წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობების ქვედანაყოფები და სპეციალური ტექნიკური საშუალებები. პროცესს ადგილზე უშუალოდ ხელმძღვანელობს ვიცე-პრემიერი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი. სწორედ თავდაცვის მინისტრისგან გავიგებთ ბოლო ცნობებს, რა ხდება ადგილზე. ირაკლი ჩიქოვანი ჩაგვერთვება პირდაპირ ეთერში, ასევე ჩვენი სტუმრები იქნებიან ჩოხატაურის მერი დავით შარაშიძე და საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე პაპუნა გამყრელიძე. მაშინ ასე მივესალმებით ჩვენს პირველ სტუმარს, ეს არის საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე პაპუნა გამყრელიძე. ძალიან დიდი მადლობა ბატონო პაპუნა ამ დატვირთული დღის მიუხედავად, რომ გვერთვებით პირდაპირ ეთერში. პირველ რიგში მინდა გკითხოთ მთელი ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე დღიანი ინტენსიური თოვის გამო საერთაშორისო მაგისტრალებისა და შიდა სახელმწიფოებრივი გზების წმენდისთვის მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა, ვიცით, იწმინდება გზები, იყრება ტექნიკური მარილი. აი, რა კონკრეტული უბნებია, საგზაო უბნებს გულისხმობს, სადაც სტიქიის გამო ვერ ხერხდება გაწმენდა გზების? პირველ რიგში მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. მოგეხსენებათ, უკვე მეხუთე დღე არის ინტენსიურად თოვს საქართველოს მთელს ტერიტორიაზე, განსაკუთრებით რიკოთის საუღელტე ხელმონაკვეთზე და დასავლეთ საქართველოში. როგორც აღნიშნეთ, ინტენსიურად მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები, იყრება ტექნიკური მარილი. მაქსიმალურად ვცდილობთ შევინარჩუნოთ ყველა მიმართულებით, მაღალმთიანი რეგიონების მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა. მოგახსენებთ, რომ რიკოთის საუღელტე ხელმონაკვეთზე, ცენტრალურ ავტომაგისტრალზე შეზღუდული არის მხოლოდ მისაბმელიანი ავტოტრანსპორტი, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეუფერხებლივ მიმდინარეობს. ღამის პერიოდში იყო გარკვეული შეფერხებები, რაც გამოწვეული იყო ძირითადად გაუმართავი ავტოტრანსპორტიდან გამომდინარე და მცირე ჩამონაშალების შედეგად დროებით შეზღუდული მონაკვეთები. რაც შეეხება კობი-გუდაურის მიმართულებით, მოგეხსენებათ, მან ზვაუსაშროება იყო გამოცხადებული. დილას გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების მიერ მოხდა საზღვაო უბნების დათვალიერება, მოგვეცა რეკომენდაცია დაწყებითი სამუშაოების შესახებ, რასთან მიმართებაშიც ჩვენ დავიწყეთ სამუშაოები, გავუწმინდეთ აღნიშნული მონაკვეთი, აღდგა მოძრაობა კობი-გუდაურის მიმართულებით. ამ ეტაპზე ატარებენ დანგრეულ ავტოტრანსპორტს, რომელიც არის მსუბუქები, ხოლო შემდგომ უკვე აღდგება მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტისათვის. თქვენც ახლა აღნიშნეთ, რომ იყო გარკვეული მცირე, ასე ვთქვათ, საგზაო ჩამოიშალა გზაზე რაღაც დიდთოლობის გამონალექი და ასე შემდეგ. ამჟამად რა მდგომარეობაა რიკოთზე? დაშავდა თუ არა ვინმე, ან ზოგადად დაშავდა, იყო თუ არა რაიმე პრობლემა, თუნდაც ავტომობილების დაზიანების კუთხით და ასე შემდეგ? მოგახსენებთ, ეხლაც ვყოფებით რიკოთის საუღელტე ხელმონაკვეთზე, სადაც შეუფერხებლივ მიმდინარეობს გადაადგილება. ღამის პერიოდშიც ჩვენი წარმომადგენლები, კომპანიის წარმომადგენლები ყველა ადგილზე ვიმყოფებოდით. მოგახსენებთ, რომ ვინაიდან ინტენსიური თოვა არის, უკვე მეხუთე დღე არის, რა თქმა უნდა, თოვლის საფარმა მიაღწია გარკვეულ მონაკვეთებზე 1 მეტრზე მეტს და თავისთავად ღამის პერიოდში მოხდა ამ თოვლის მასის ჩამოშლა, რაც თავისთავად გზაზე გადმოვიდა და შეაფერხა გარკვეული ავტოტრანსპორტი. რა თქმა უნდა, არანაირი ავტოსატრანსპორტო საშუალება არ დაზიანებულა, არავინ არ მიუღია არანაირი დაზიანება, მოხდა ამ ავტოტრანსპორტის გამოყვანა, მონაკვეთების გაწმენდა და მოძრაობის აღდგენა.
კი ბატონო, აი კლიმატური პირობები უპრეცედენტოა იმერეთში და სტიქიურ ხასიათს ატარებს. რა ამ მიმართულებით როგორ მიმდინარეობს სამუშაოები, რომ გითხრათ? მოგახსენებთ, რა თქმა უნდა, განსაკუთრებით რთული არის დასავლეთ საქართველოში კლიმატური პირობები, რეგიონიდან გამომდინარე, დაბაგურის რეგიონში მოულოდნელად დიდი თოვლი მოვიდა, რამაც გამოიწვია გარკვეული შეფერხებები გარკვეულ მიმართულებებზე, ინტენსიურად დაიწყო გაწმენდითი სამუშაოები. გვინდა გითხრათ, რომ ყველანაირი ავტოსატრანსპორტო საშუალებები შეუფერხებლად გადაადგილდებიან ჯაპანა, ლანჩხუთი, გრიგოლეთი, შეკვეთილის მიმართულებით. გარკვეული შეზღუდვები არის დაწესებული გურის მთიან რეგიონებთან მიმართებაში, გაწმენდით სამუშაოებიდან გამომდინარე და ვფიქრობთ, რომ დღის ბოლომდე გარკვეულ მიმართულებებზე აღდგება, როგორც არის ოზურგეთინიშვილის მიმართულებით, საჯავახო ჩოხატაურის მიმართულებით არის გარკვეული შეფერხება და რა თქმა უნდა, ოზურგეთთან ნატანები შრომაურეკის მიმართულებით სრულად აღდგენილია და ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადაადგილება უზრუნველყოფილია. ყოველ შემთხვევაში კიდევ ერთხელ დავაზუსტებ, საერთაშორისო მაგისტრალებისა და შიდა სახელმწიფოებრივი გზებზე პრობლემა ამ ეტაპისთვის აღმოფხრილია, შეგვიძლია ესე ვთქვათ? მინდა გითხრათ, რომ რეგიონალურ რაიონულ ცენტრებთან დამაკავშირებელ გზებთან ყველანაირი პრობლემური მონაკვეთები აღმოფხრილია გარკვეულ მიმართულებებზე, გაწმენდით სამუშაოებთან მიმართებაში. ბინაიდან ხელისშემშლელი გარემოება, როცა გაწმენდით სამუშაოები მიმდინარეობს და ამ დროს სხვადასხვა სატრანსპორტო საშუალებები უშლიან ხელს, ზღუდავთ პრევენციის მიზნით, რაც მათაც არ შეეშალოთ ხელი, ზღუდავთ გარკვეულ მონაკვეთებზე მოძრაობას, რათა სრულად აღვადგინოთ, გავწმინდოთ, გავასუფთავოთ და შემდგომ გაუშვათ მოძრაობა. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, არის გარკვეული მონაკვეთები, სადაც თოვლის საფარმა 2 მეტრს მიაღწია და მან მასშტაბური გაწმენდით სამუშაოები მიმდინარეობს და რასაც გარკვეული დრო აუცილებლად დაჭირდება. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა წარმატებებს გისურვებთ. ჩვენს ეთერში საუბრობდა საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე პაპუნა გამყრელიძე. ეხლა კი მივესალმებით ჩვენ შემდეგ სტუმარს, თავდაცვის მინისტრი, ვიცე-პრემიერი ირაკლი ჩიქოვანი გვერდება პირდაპირ ეთერში. ძალიან დიდი მადლობა ბატონო ირაკლი, რომ გვერდებით პირდაპირ ეთერში მონაწილეობთ ჩვენს გადაცემაში. სტიქიის შედეგად შექმნილი პრობლემების აღმოსაფხრელად და მოსახლეობის დასახმარებლად სამუშაოებში ჩაერთვნენ თავდაცვის ძალების ქვედანაყოფები. ამას ხედავთ. ისინი 6 მიმართულებაზე მუშაობენ, როგორც განცხადებაში აღნიშნული, რა მიმართულებია ესენი, რომ გითხრათ და რა ტიპის სამუშაოებს ასრულებენ სამხედროები უშუალოდ. უკვე მეორე დღეა თავდაცვის ძალების წარმომადგენლები არიან ჩართულები სტიქიასთან ბრძოლაში. 6 ძირითადი მიმართულებას, როდესაც საუბრობ, ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის რაღაცა ბაზირების წერტილები, საიდანაც ვცდილობთ სრულად დავფაროთ ყველა დასახლებული პუნქტი, სადაც არის სტიქიით გამოწვეული პრობლემები. გეტყვით იმას, რომ ჩვენ მონაწილეობთ თავდაცვის ძალები, როგორც სპეციალური ქვედანაყოფის წარმომადგენლები, ასევე სამთო-მომზადების ცენტრიდან, ასევე ჩართული არის დასავლეთის სარდობლა, ათეულობით სპეციალური ტექნიკა არის მობილიზებული, თავდაცვის ძალების ფლობალაში არსებული ათეულობით ტექნიკა არის მობილიზებული, რომელიც სამივე მუნიციპალიტეტში მუშაობს. პირველი ჩვენი ამოცანა არის ის, რომ დავეხმაროთ სხვადასხვა მუნიციპალურ სერვისებს და ასევე გზების დეპარტამენტს და სხვა ჩართულ ორგანოებს იმაში, რომ გზა გაიკვალოს და გზა გავიდეს კონკრეტულ დასახლებულ პუნქტებამდე. ეს ერთი და შემდგომ დასახლებულ პუნქტებში ინდივიდუალურად ჯარისკაცები შედიან პირველ რიგში იმ ოჯახებში, რომელშიც არის საჭიროება და ცდილობენ ოპერატიულად მიაწოდონ მათთვის საჭირო ეს პროდუქტი იქნება თუ წამლები. მეორე მხრივ ვიტყვი იმას, რომ თუ იმ წოთას იმ მომენტში ვერ ხერხდება საჭიროების უზრუნველყოფა, ჩვენ გვაქვს ოპერატიული კომუნიკაცია შტაბთან და შტაბს მოეწოდება სრული ინფორმაცია, თუ სად არის გასამახვილებელი ყურადღება. ხაზი მინდა გაუსვა იმ გარემოებას, რომ ვცდილობთ ყოველ დასახლებულ პუნქტის შემდგომ ახალ დასახლებულ პუნქტზე გადავიდეთ. ეს საკმაოდ წარმატებით მიმდინარეობდა რამდენიმე დღის განმავლობაში. დღეს ახლა უკვე კლავაც უხვინალექი მოდის, როგორც ხედავთ, თუმცა ჩვენ არ შევჯობთ და ვიდრე შესაძლებელი იქნება ვაგრძელებთ მუშაობას. გასაგებია, რომ მაქსიმალურად კარგად ხდება ამ ყველაფრის დამენეჯმენტება, მაგრამ ყველაზე კრიტიკული ობიექტები სად რჩება მაინც ახლა?
არის რამდენიმე სოფელი, სადაც ჯერჯერობით კვლავაც ვერ შევძელით გზის გახსნა, თუმცა მიმდინარეობს ინტენსიური სამუშაოები. მინდა ხაზი გაუსვა იმას, რომ ეს განპირობებულია რთული რელიეფით ერთის მხრივ და მეორეს მხრივ ასევე განპირობებული არის იმ ამინდით, რომელიც ჩვენ გვაქვს აქ ადგილზე. თუმცა რა თქმა უნდა, ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ უახლოეს პერიოდში აბსოლუტურად ყველა მიმართულებით გვექნება საშუალება, რომ დაუკავშირდეთ ჩვენს მოსახლეობას. ხაზი მინდა გაუსვა იმას, რომ პრაქტიკულად მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება არ არსებობდეს სამოქანო კონტაქტი, ვცდილობთ ასევე გამოვიყენოთ სპეციალური ტექნიკა, როგორც არის ბურანები, როგორც არის თოვლმავალები და შესაბამისად მაქსიმალური საჭიროების პირობებში მივაწოდოთ აუცილებელი საჭირო როგორც მედიკამენტი და საკვები. თქვენ საგანგებოდ შექმნილ საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობაში ბრძანდებით, როგორ გაქვთ გაწერილი მომდევნო დღეები? ეხლაც ვხედავთ, რომ პროგნოზი შეუძლებელია იმდენად ინტენსიური თოვა და სავარაუდოდ პროგნოზის მიხედვით თვის ბოლომდე ნარჩუნდება უამინდობა და ინტენსიური თოვა. რა ტიპის პრევენციული ზომები და მობილიზება გაწერილი შემდეგი დღეებისთვის, რომ ნაკლები ზარალი მოყვეს უხნალებს დასავლეთ საქართველოში? აი კომუნიკაციების გარეშე დარჩენილ სოფლებსა და დასახლებებზეც მინდა ასევე გკითხოთ, თუ ხერხდება ინტენსიური კომუნიკაცია და რა ინფორმაცია გაქვთ წყობში როგორ ჩადგება? მე მინდა გითხრათ, რომ ეს არის ცვალებადი პროცესი და შესაძლოა პირობითად მოგვარებული საკითხი, მოგვარებული პრობლემა კვლავაც გაპრობლემდეს მეორე დღეს, თუნდაც მაგალითად ელექტროენერგიის მიწოდების თვალსაზრისით ჩვენ ქონდა შემთხვევები, როდესაც ელექტროენერგიის მიწოდება კონკრეტულ მიმართულებებზე აღდგა, ხოლო შემდგომ ხელახლა მოგვიწია სარემონტო სამუშაოების ჩატარება, ვინაიდან უხმანალეხმა და ასევე სხვადასხვა გარემოებებმა კვლავაც პრობლემები შექმნეს ელექტროენერგიის მიწოდებაში. აი როგორც ხედავთ, საამინდის პირობებიდან გამომდინარე და უხმანალეხიდან გამომდინარე შეიძლება ვითარება გზებზე ასევე შეიცვალოს. თუმცა პირველი ამოცანა ეს არის, რომ კომუნიკაციების უზრუნველყოფა, კომუნიკაციების გზების დასუფთავება და შემდგომ რა თქმა უნდა ინდივიდუალური საჭიროებების დაკმაყოფილება. ეს არის ამოცანები, რომლებსაც ჩვენ ვემსახურებით. მეორეს მხრივ, რა თქმა უნდა, ამ პირობებში არის ასევე პრიორიტეტიზაცია, რაც გულისხმობს იმას, რომ ყველაზე უფრო მეტ საჭიროების ყოფ ადამიანებს შეიძლება სწრაფად მივეხმაროთ. მე მინდა ხაზი გაუსვა იმას, რომ ძალიან აქტიურად ძალიან ბევრი სამედიცინო ეკიპაჟია მობილიზებული რეგიონში და პრაქტიკულად ვცდილობთ აბსოლუტურად ყველა გამოძახება იქნეს პასუხგაცემული და იქნეს ყურადღება მიქცეული და ეს ამ დინამიკას შევინარჩუნოთ. ბატონო რექტორი, მოთხოვნა ისე ყველაზე მეტად რაზეა, მედიკამენტებზე თუ უფრო საკვები პროდუქტები არის მნიშვნელოვანი? გეტყვით იმას, რომ პრაქტიკულად მოთხოვნა სხვადასხვაგვარია, არის შემთხვევები, საერთოდ არანაირი მოთხოვნა არ არსებობს. ჩვენ მივდივართ ოჯახებში, თვითონ გვეუბნებიან, რომ მადლობას გვეუბნებიან, რომ მივაკითხეთ, მაგრამ ამ მომენტისათვის საჭიროება არ აქვს. თუმცა ეს ასევე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ კომუნიკაცია შევინარჩუნოთ, გქონდეთ, მოვიკითხოთ ეს ადამიანები და მაქსიმალურად უდუნოყოთ მათი საჭიროებები. არის ოჯახები, სადაც საჭიროა გარკვეული მედიკამენტი, არის ოჯახები, სადაც საჭიროა პროდუქტის მიწოდება. თუმცა ასევე ვეგიტყვი იმას, რომ არის გარკვეული თემები, სადაც პრაქტიკულად გზები გახსნილია და ჩვეულებრივსამებრ მაღაზიებიც მუშაობს და მათ თვითონ ადგილობრივებიც იმარაგებენ პროდუქტს, მაგრამ ეს არის სხვადასხვაგვარად სხვადასხვა თემის მიხედვით. ნახეთ, სოციალურ ქსელში აქტიურად იწერება მოხალისეების მობილიზების შესახებ და სტიქიის ზონაში დასახმარებლად წასვლის შესახებ ინფორმაცია. აი თუ გაქვთ მათთან კოორდინაცია, რამდენად უსაფრთხოა მოხალისეების ჩართულობა ამ პროცესში? ცოტა ხნის წინ მამუკა მდინარაძეს უსმენდით და მან განმარტა, რომ ხშირ შემთხვევაში ეს მოხალისეები არიან დასახმარებელი და ფუჭად იხარჯება, ასე ვთქვათ, მაშველების და თუნდაც სამხედროების შრომა. თუ არსებობს სიტყვაზე ვთქვათ კოორდინაცია თქვენთან, საბჭოს გულისხმობ ამ შემთხვევაში საკოორდინაციოს? მე ხაზი მინდა გაუსვა იმას, რომ ერთმნიშვნელოვნად პოზიცია, რომელიც შტაბს გააჩნია, არის ის, რომ თუ საჭირო და აუცილებელი გახდება მოხალისეების ჩართვა, ამასთან დაკავშირებით შტაბს ექნება მოწოდებაც და ექნება თავისი საკოორდინაციო მექანიზმი. ამ ეტაპისათვის დღეს რეალობაში ვხედავთ, რაზეც ბატონ მამუკამაც ისაუბრა, დიახ, ეს სამწუხაროდ არის ხოლმე პრობლემა, მეც პირადადაც შემხვდა ამ დღეების განმავლობაში მაგალითი, სადაც ადამიანები ცდილობდნენ გადაადგილებას კონკრეტული მიმართულებით, რომ მოეკითხათ საკუთარი ახლობლები, მაგრამ იმ მანქანით და იმ შესაძლებლობებით ისინი ვერ შეძლებდნენ და საჭიროება გახდა, რომ უზრუნველყო სხვანაირი ტრანსპორტირება. შტაბში შემოდის აბსოლუტურად ყველა ინფორმაცია და მაქსიმალური ოპერატიული
პატიულობით ვცდილობთ, რომ უზრუნველყოფილი იქნეს ყველა საჭიროება. ბატონო ერეკლი, ერთსაც კითხავთ, იმიტომ რომ საკმაოდ მნიშვნელოვანია დეზინფორმაცია ვრცელდება ხშირ შემთხვევაში ოპოზიციის მხრიდან. რას უპასუხებდით ამაზე თქვენ ოპონენტებს? სამწუხაროდ ეს უკვე ჩვეულებად იქცა, მიმდინარეობს მასშტაბური სპეკულაცია და მასშტაბური დეზინფორმაციის გავრცელება იმისათვის, რომ მოხდეს დისკრედიტაცია იმ საქმეებისა, რომელსაც დღეს რეალურად ასრულებენ და ძალიან კარგად ასრულებენ ყველა ის უწყებები, რომლებიც მუშაობენ და არიან მობილიზებულები აქ. აქ მინდა ხაზი გაუსვა იმას, რომ ჩართულები არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები, მათ მინდა მადლობა გადაუხადო, აქ მინდა მადლობა გადაუხადო განსაკუთრებით ექიმებს, რომლებიც დაუღალავად პრაქტიკულად 24 შვიდზე მუშაობენ, რა თქმა უნდა, თავდაცვის ძალების წარმომადგენლებს, ჯარისკაცებს და ამათი ძალის ხმევა ნამდვილად ამათი ძალის ხმევის ჩრდილის მიყენება ნამდვილად არ არის კარგი საქმე და არ არის ის საქმე, რომელიც მოემსახურება საერთო საქმეს და ან კიდევ რაიმე შედეგის მიღწევია. თუმცა ეს არის წმინდა სპეკულაციები, რომელსაც უსაფუძვლოა და მხოლოდ რამდენიმე საათიანი არსებობის პერიოდია. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა წარმატებებს გისურვებთ. ჩვენს ეთერში ვიცე-პრემიერი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი საუბრობდა. ეხლა კი მივესალმებით ჩვენ შემდეგ სტუმარს ლევან ზოიძე, ქობულეთის მერი გვერდება პირდაპირ ეთერში. ძალიან დიდი მადლობა ბატონო ლევან, რომ გამონახეთ დრო და მონაწილეობთ ჩვენს გადაცემაში. პირველ რიგში მაინტერესებს, რომელ სოფლებშია ყველაზე რთული მდგომარეობა ამ ეტაპისთვის? რომ გითხრათ. მოგესალმებით მაყურებელს. იცით რომ 6 დღე მუნიციპალიტეტი იყო ინტენსიური თოვა, საფარმა მაღაზია სოფლების 2 მეტრზე მეტი თოვლი დადო, ასევე ქალაქში მეტრი თოვლი იყო, მაქსიმალურად თითეული უწევათ თითეული თანამშრომელი ქართული არის. სამუშაო პროცესი 24 საათის განმავლობაში მუშაობენ. თითოეულ ჩვენთან ახლო კომუნიკაცია გვაქვს მოქალაქეებთან. პირველ ეტაპზე მიმდინარეობს ცენტრალური გზების გაწმენდა, სოფლებთან დამაკავშირებელი გზების გაწმენდა. ეხლა მიმდინარეობს გაწმენდების სამუშაოები და დღის ბოლოსთვის უკვე ყველა 80-90% სოფლის ცენტრებით იქნება გაწმენდილი, ასევე ჩვენ პრიორიტეტების მიხედვით მუშაობთ და თითოეულ მოქალაქეს მაქსიმალურ ყურადღებას ვაქცევთ. რაც შეეხება მოქალაქეს, რომელსაც ეს საჭიროება საავადმყოფოში გადმოყვანა. დიახ, სწორედ ეს მაინტერესებს, რომ მითხრათ, აი ყველაზე მეტად სახლებში დარჩენილ ადამიანების წინაშე რა საჭიროებები დგას? ეს არის საკვები, მედიკამენტები, უსაფრთხოება, აი როგორ მიმდინარეობს ამ საჭიროებებზე რეაგირება, რომ გითხრათ? რაც შეეხება როგორც თვით ბოლომდე ყველა ცენტრთან მისასვლელი გზა აღდგება, ისიც რომ 6 წლის განმავლობაში თოვის შედეგად წები ერთეულ გაიწმინდა და ეხლა მიმდინარეობს გაწმენდების სამუშაოები. თითოეულ მოქალაქესთან მივდივართ, გვაქვს კომუნიკაცია პირველად საკითხებთან დაკავშირებით, იყო შემთხვევები, სადაც იყო საჭიროება საავადმყოფოში გადმოყვანის, სადაც საკითხებთან დაკავშირებით მედიკამენტებთან დაკავშირებით თითოეულ მოქალაქეს ეწევა შესაბამისი დახმარება და ასეთ შეგვაქვს უყურადღებოდ არ ტოვებს. კი ბატონო, გაირკვა რომ არის წყალმომარაგების პრობლემა, ანუ რა დრო გჭირდებათ იმისთვის რომ მოგვარდეს ეს პრობლემა და ასევე ელექტროენერგიისა და გაზმომარაგების მხრივ რა ვითარებაა? ქალაქის მასშტაბით წყალთან, ველთან და გაზთან დაკავშირებით განაერის შეფერხება არ ყოფილა 24 საათის განმავლობაში. უწყვეტად მიეწოდება მოქალაქეს წყალის, დენის და გაზის. რაც შეეხება სოფლების პრივატულებას, სადაც მაღალი არის ნალექი თოვლი, ელექტროენერგია თავდაპირველად არ მიეწოდებოდა 10,000 ოჯახს. ეხლა უკვე მიეწოდება ძირითადი ნაწილი მიწოდების დენის უკვე აღდგენილი არის. ამ ეტაპისათვის დარჩენილი არის 1300-მდე აბონენტი და ეხლა შესაბამისი სამსახურები მუშაობენ, რომ მოქალაქეს მაქსიმალურად სწრაფად მივაწოდოთ დენი. ეხლა თოვლიდან გამომდინარე სპეციფიკასაც უწევს ზოგჯერ გადაადგილება მისი გაწმენდების სამუშაოები, სადაც დაზიანებული არის დაზიანებულ ლოკაციებთან. ეს შესაბამისი სამსახურები აკეთებენ აღდგენის სამუშაოებს. ის ბოლომდე ვარაუდობ, რომ კიდევ დაემატება და დაახლოებით 300-400 აბონენტებს უკვე მივაწვით დენს, ხოლო დარჩენილ ნაწილს სავარაუდოდ ხვალ ბოლომდე სრულად მოვისწავთ და მივაწოდებ დენს ჩვენს მოქალაქეებს. რაც შეეხება გაზთან დაკავშირებით ამ ეტაპზე შეფერხება აქვს და 600 აბონენტს არ მიწოდება გაზი, აქაც მიმდინარეობს სამუშაოები და მაქსიმალურად ვესწრებით,
რომ სწრაფად მივაწოდოთ ისევ აბონეს ბუნებრივი აირი. კი, ბატონო. რაც შეეხება წყალთან დაკავშირებით, ძირითადად სოფლის წყალი იეწოდება ისეთი ადგილები, სადაც საბურგილების ღებულობდა მოქალაქეები წყალს და დენი არის დაზიანებული, იმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები, საბურგილის დენი მივაწოდოთ და შემდეგ მოსახლეობას მივაწოდოთ წყალი. ვფიქრობ, რომ ხვალ ის მომდე დენის მიწოდება სულად იქნება აღდგენილი 90% და ასევე გაზომვარგების იქნება მოგვარებული. ძირითადი ნაწილი 600 აბონეტი. კი ბატონო. ცენტრალური გზების დასრულების შემდეგ, გაწმენდის სამუშაოების დასრულების შემდეგ, ხვალ უკვე გადავალთ შიდა სასოფლო ციხების გაწმენდის სამუშაოებს. 20 საათის განმავლობაში მუშაობს თითეული უწყება და პირველი წინე მოდის მინდა უთხრა მოქალაქეს შექმნილი მდგომარეობიდან დისკომფორტიდან გამომდინარე, ასევე რა თქმა უნდა მადლობა მინდა უთხრათ ისევ უწყებას მაშველებს, ექიმებს, ისევ თანამშრომლებს, რომლებიც 24 საათის განმავლობაში ემსახურებიან ჩვენს ხალხს, რათა დაუდგენ გვერდში. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა ჩვენს ეთერში ქობულეთის მერი ლევან ზოიძე საუბრობდა. მე კი ამით გემშვიდობებით უკვე მომავალ კვირამდე.